ვიღებ კი. თემური ჩამოგვივიდა ისევ და ისევ მეგობრებო. რამდენჯერს YouTube-ის გადაღება დავიწყე, თემუ ჩამოვიდა. ნამდვილად გავხსნათ. ეს რა არის? დედა ჩემს ჯემპრია. დედა ჩემს უყიდე. დღეს ვიძახდით მე და დედა, რომ ნეტა როგორი ჩამოვაო, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი გადავიხადე და მოწონდა ეს. მოწონდა რამე მომეწონა და ვანახე. აი ესეთია. აუ ძალიან კარგია. აი ხარისხია, შავი ესეთი თბილია. შიგნით რაღაც ესე პალაშოვ კასავით აქვს. შემდეგი არის ესეთი ცხელის დასადებები. საქმეში ეცდება. ესეთი ცხელის დასადებები. ვერხნი. აი ესეთი. ვაი, მე ამაზე ცხელი რა დავდა არ დაიწובה? არაო და რა ვიცი. ეს აბაზანის სტიკერი. მთელი დღეა ჯაჯღანებს, შეიძლება თავი მოვიკლა. ესეთი პატარაზე კარები. ქეთათო. არიძინებს უბრალოდ კბილებს ყავს აჯღანებული. ეს არის აბაზანის სტიკერი, პატარაზე კარები. აი როგორ თქვა, ნაფოტივით აეცალა და იქ მინდა რომ მივაკრა. ვაი, მე ამას ველოდებოდი სამზარეულოში მინდა რომ გავაკრა. ძალიან კაი ხარისხია. ნახეთ რა მომაზია. სამზარეულოს გვერდით არის თეთრი შეღებილი და ესე სამზარეულოს ლაქები აქვს, რაც სამზარეულოს ჩვევია ზოგადად. იმისთვის გამოვწერე, მგონი რომ ძალიან ლამაზია. თავს მივიკლავ. შემდეგი აი ასეთი ძალიან მომწონს და ამასაც სადმე ვუპოვი. Welcome my home. ადგილს. შემდეგი რა არის? ეს საახალწლო ისინი არის. ალბათ მიხვდებით ახალი წელი როგორ მიყვარს, რომ აქედანვე ვემზადები. ნახეთ. რელამაზია, მაგრამ 4 წელს ველოდებოდი და 2-ია. ვაი, მე ძალიან ლამაზია. ძალიან მომწონს. მე მიყვარს და ახალი წელი და შენი პირველი ახალი წელი იქნება და ვნახოთ თუ გეყვარება, ხო? ხო? ეს ხო იცით რაც არის? ეს არის მარტო სახლში რომ იმ ქალბატონს ჩუქნის, ვისაც მტრედები ჰყავს. თუ ის ქალბატონი ჩუქნის, ხო, ის ქალბატონი ჩუქნის. შემდეგი არის ესეთი დამჭერები, ჩხილის, შილაკისთვის, ტიპსისთვის. უფლის მაზი, მაგანის. ძალიან ლამაზია, მაგიდაზეც განახებთ როგორი იქნება. ესენი არის ორმაგი მისაკრობები. ძალიან დიდ ნივთს მიაკრავ თუ ამ პატარათიო და ვნახოთ. ოკეიო, ძალიან საყვარლობა არის, აი იქეფინება, სადაც ჭიქის ჩასადებია. ესეც ჩემი ქვის მანქანისთვის. თუ არ ჩააკრა, მიწყინება. შემდეგი. რა სიტყოდით? ესეც ესეთი გამჭვირვალე პატარა თეფშებია.
ყავის დასადებად და ასე შემდეგ. ცხელი რომ არ დავდო. ანუ ისეთი ფასი ქონდა, რომ იფიქრებდი, რომ შუშა, რომლის შიგნიდანაც არის ხელოვნური ყვავილები, გამხმარი ყვავილები უпростоრად. მაგრამ პლასმასია და ზედა აქვს მიკრული ისინი. სტიგერები. არ მომეწონა ეს თემური. და ამ ბავშვის საქციელებიც არ მომწონს თემური. კეთათოსაც ავტორთავ გასაყიდად თემურიზე. ან ნივთების დაბრუნება რო იქნება, კეთათოსაც გავატან. დავაბლუნებ. შემდეგიც დედაჩემი საჩუქარია, მის მაგიდას გამოვუწერე. ვნახოთ. მე მგონი პირიქით ის გამოვწერე დედაჩემისთვის და ეს ჩემი მაგიდისთვის. ფერებში ეგრე ვიზავდი. იმიტომ რომ ის დედაჩემის სახლს მოუხდება და ეს ჩემსას. კი. აი ესეთია. მერე განახევთ მაგიდაზე გადაკროს. აბადა, ჰოპ. უიაქარი ისე ვარ გამომივიდა ფოკუზი. შემდეგი ეს არ ვიცი რა არის მართლა. ეს რამხელა ეს ძალიან დიდი ყოფილა მე პატარა მეგონა. ეს არის დანა და ძალიან კომფორტული საჭრელია. ნუ ეს ეხსნება და ეხა ბავშვთან პირს ვერ მოუხსნი. და ესეთი საჭრელია. მაგრამ პატარა მეგონა უფრო კომფორტული იქნებოდა ცოტა პატარა რო იყოს. შემდეგი კეთათო დავაბეჭდინეთ. ესეც მანქანის არის baby in the car. ნახედი ესე ხასტიკეზე. რა სიტყვადი როგორ დაგბეჭდე სცენარი კიკინაკ. მართლა გავს კეთათოს. შემდეგი ეს არის აბაზანაში, აი სადაც ვანასთან ვაპირებ, რომ ეს გავაკრა, იმიტომ რომ ფუგა არის ადგილ მომძვრალი და მაგის თვის არის ეს. ეს არის უნდა მიაკრათ ისეთ იმას რა ქვია ქვაბების კეთათო გავითიშე დედიკო. ქვაბების ყურებს, რომლებიც ხურდება და აღარ გახურდება. და კრადევს. ეს რა არის, არ ვიცი. კიდე აქ რამე? მე მგონი მეტი. კი, ყოფილა. კაი, აქ რადევს ეგ მერე ვნახოთ, ჯერ ეს ვნახოთ. ეს არის მანქანის საფერფლე, ესე პირდაპირ ემაგრება კარზევე ფანჯარასთან. ბოლოს გავხსნათ რა არის ეს, რომელიც არ ვიცი რა არის. ეს მივიყიდე კაცო. რა არის ეს? ხო არის შე. და ვერსასრუტი. მინი რობოტი მტვერსასრუტი. რატომ არ მახსოვდა, არ გაინტერესებთ? ეს ტემო მაჩუკა. და სავარაუდოდ რაღაცა დაბალხარისხიანია, მაგრამ საჩუქარია რა. ვნახავ როგორი იქნება. რობოტი მტვერსასრუტი მაჩუქეს. სულ ეს არის. ეხლა კეთათო დაიძინებს. მეტი საქმეა რა ქალბატონს დაიძინოს. ერთად მოვამზადოთ ჩემთვის და კეთათოსთვის საჭმელი.
Люди, hello. გაჯახდა კაი ხაშიაძე ხარ? გუშინ ღამის 4 საათამდე არ დამეცინა და გაბრუებული ვარ. არადა დღეს უამრავი სამსახურეობრივი საქმე მაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულო. კი ეს ცომი გუშინ ღამე მოვზილე, უпростоრად ჩვაღამის ანიმეს ვუყურებდი და ამ გმირმა მომანდობა ცომის მოზილვა. ხოდა რადგან ცომი მაქვს, ახლა უცებ კარტოფილის ღვეზელებს გავაკეთებ, რომ სანამ სახლში არ ვიქნები, საჭმელი იყოს. კეთათოც დანაყრებულია, როგორც ხედავთ, გადასარევ ხასიათზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე უფლება მაქვს ვიმუშაო. თუ დააკვირდით, უკვე მესამე წელია, სექტემბერზე კარგი თბილი ამინდები ოქტომბერშია. რა ლამაზი იქნებოდა თბილისი ამ უზარმაზარ და უმახინჯეს კორპუსებს რომ არ აშენებდნენ. ხო მიდიხარ, რა სილამაზია და უცებ ეს ჯოჯო. ვინც ესეთ კორპუსებს აპროექტებს და მერე ამ პროექტზე თანხმობას გასცემთ, ყველა უსინდისოებზე ხართ. რა ფულად უნდა მიღირდეს ჩემი ქალაქის დამახინჯება. კეთათო უკვე ძალიან მომენატრა ბანკის საქმეები გადამრჩა და აქედან წავალ დიღმის ტყეში იქ მოიყვანს გიორგი კეთათოს. ტყე უფრო ჩემ ბავშვობაში იყო, ეხლა რამოდენიმე ხე არის. აქაც ძირითადად კორპუსები გაშენდა. დაგვაღამდა ამასობაში ისეთი კარგი ამინდი იყო, რომ აღარ წავედით სახლისკენ, ალეიაში გადმოვედით და ამ საყვარელ ცუგას საჭმელი რომ დაუყარეს, არ ვიცი ეს კმაყოფილების თუ მადლიერების ნიშანია, ასე წევს უკვე რამდენი ხანია და კეთათომაც მგონი გადაწყვიტა რომ ცუგას მიბაძოს. შველას ითხოვ? მოდი. მოდი გიშველ. მოდი. მოდი მამას მოეფერე. ჩაჩა მამა. შენ სად მიდიხარ? იცი მამაკომ დედიკოს მანდროთ ხოვა ხელი? იცი თუ არ იცი? ზუსტად ამ ადგილას 20 ოქტომბერს გახდება 3 წელი, რაც გიორგიმ ხელი მთხოვა. ეს რეალურად რესტორნის ტერიტორია, რომელიც ძალიან მიყვარდა. ძალიან ხშირი სტუმრები ვიყავით დღევანდელ დღემდე. წამოვედით ნატახტრის ველზე. და თუ რატომ ამას აუცილებლად მოგიყვებით შემდეგ ვიდეოში, უბრალოდ დღეს მართლა მინდა რომ კარგი დასვენების დღე გამომივიდეს, თან ძალიან მშია. ზოგადად ამ რესტორანს აბსოლუტურად ყველასთან ვუწევ ხოლმე რეკომენდაციას, იმიტომ რომ ყველაფერი უგემრიელესია, ყველა კერძი და ძალიან კარგი მენეჯერი ყავთ. ეხლა გავიღვიძე და მთელი სახლი თავზე მადავს ჩემი თმასავით. რა ეხლა გავიღვიძე? ბავშვს ვაჭამე, ყავა დავლიე. 1.5 საათია ვითამაშები და ეხლა გავიღვიძე მეთქი. კარგად ვარძალდი. ქალბატონი კეთათო ჯერ არის 5 თვის და უკვე სახლს რას უშვება ვერ გეტყვით და მე რას იზავს არ ვიცი. თან მომბეზრდა ყოველდღე ერთი და იგივე. აი ეს ჯაჯღანი ყველაზე მეტად. ხოიდე! ერთი წამით დაგიბრუნდებით.
გადატრიალდი და ვეღარ ტრიალდები დე. კეთათო. გადატრიალდი, მაგრამ ვეღარ ტრიალდები. ხო და იმას გეუბნებოდით, რომ თან მომბეზრდა ეს ყველაფერი, ჩემი ყოველდღიურობა. თან რაღაცნაირად მომწონს. პირში უნდა რომ ჩაიდოს მიკროფონი. ყველაფერი პირში მიაქვს. ეს არ არის სათამაშო და არც საჭმელი. რა სიძახი. დედიკო, არ არის ეს ნახე ქვეყანა სათამაშო. ჰა. დღეში რამდენჯერ ვალაგებ ვერ გეტყვით. თავისი სათამაშო დააგდო და მაინც ეს უნდა. სულ ეს არის რაც მოვასწარი სახლის დანარჩენი ნაწილი შემდეგში. ეხლა გაიღვიძა ქალბატონმა როგორც ნახეთ და უნდა ვაჭამო, მერე ვეთამაშო და მერე იმედია თავის მოწესრიგებასაც მოვასწრებ. ხვალ ქეთათოს ნათლის, შვილის ნათლობაა და იქ მივდივართ. ფრჩხილებიც ნახეთ უკვე რამდენი ხანია რას მიგავს, არა და სახში მაქვს აპარატი და ვერ ვიკეთებ. აი ეს ყველაფერი მოვასწარით ერთი ძილის შუალედში. ვაჭამო ეხა ქალბატონს და მერე გავაგრძელებ, როცა დრო მეკდება. თავად ეხა ქალბატონია. ხოდი? ეხა დავაისი ხო ხოდი? თავარი კაკო ხო ხასინდი? ჰა? წამოთ ეხა საწმელები? Te uzdeilba ეგრე ნუშები ჩამოჭია ფეხთო ჩემ გამჭებით ყო უჯდერიაო. შენ უჯდერი ხო ახადე? ხო ახადე უჯდერი? წაფი ამიძია ქარო? მაშინ უჯდერი ყოფი ხადე და სენ? წამოთ? ხო, წამოთ.
YouTube-ზე ვუყურებდი ახლა vlogs მაგდა ქვია მგონი ამ გოგონას თუ როგორ დააშორდა საქმრო რელიგიის გამო. ანუ ამ ბიჭის დედამ უარი თქვა ამ გოგოზე მხოლოდ რელიგიის გამო. კი ყველა ადამიანისთვის წმინდა მისი წამსი, მაგრამ შვილი არჩევნის წინაშე დააყენო და უთხრა რომ ან ოჯახი ან საყვარელი ადამიანი ცოტა არ მესმის. როგორ ეგოისტი უნდა იყო ადამიანი და როგორ საკუთრებად უნდა ყავდეს ქცეული შვილი, რომ შენ გეგონო შენი მარიონეტი და უწყვეტავდე ვინ ყავდეს ცხოვრებაში გვერდით და ვინ არა. თუნდაც იცოდე რომ მართლა ცუდი ადამიანი ყავს გვერდით, ყველა საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ. ყველა რელიგია აბსოლუტურად ქადაგებს სიყვარულს. მოგემრიელია კეთათო განაბული და კმაყოფილი როდის არის, როდესაც ახალ დანაყრებულია. თუ კეთათო 100-ია, ესე იგი დედიკოს და მამიკოს დროც დადგა. ამჯერად მამიკოსი სამსახურიდან მოდის და დედიკო გაუკეთებს ნიოკდორიოს, რომლის რეცეპტით შეგიძლიათ მხოლოდ ჩემ TikTok-ზე ნახოთ. ეს არის ნამდვილი მეგობარი. ყველაფერი დაასუფთავა, თან გამოსაპილასოსებელი მქონდა. ძალიან კარგია. დედის თავისთვის დაბანჩალობს.
გაქრისტიანდა ჩვენი პრინცესა, აღსანიშნავად წამოვედით რესტორან საბატონში. ეს რესტორანი რო გაიხსნა, 2 დღის შემდეგ ჩემმა და ქალმა გადაიხადა დაბადების დღე და მახსოვს, რომ ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო. ერთებს რაც შეეხება, ვინც პირპიტაშია ეს ნადუღის რაოდენობა განსაზღვრეთ, თქვენ ყოფილხართ ოჯახის მუჭუჭი. ცხოვრებაში ესეთი უგემური ნადუღი არ მიჭამია, ხორცის ბლინი ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ხორცი ძალიან წოდა. ქათმის სალათაც საშინლად არ მომეწონა, თუმცა თევზი იყო აი უგემრიელესი და ეს კამა სოუს ძალიან უხდებოდა. ხაჭაპურიც გემრიელი იყო, ასეთი სერვირება პირველად ვნახე, აშკარად ექსკლუზივია. ესეთი პატარა კუპატი ცხოვრებაში პირველად ვნახე, მაგრამ ერთ-ერთი უგემრიელესი კუპატია, რაც კი დამიგემოვნებია. ბოლოს ეს კოცნები დესერტად დავაყოლე და ყველაზე გემრიელი დესერტია. ჩემი პატარა დესერტი უჩემო დაჯიჯღინდა და წამოვედი, მამიკო დავტოვე, წამოვალო მეცო, მაგრამ შემეცოდა ძალიან კარგად ერთობოდა და გაერთოს. რასაც ქვია თავბერის მტვრევით მოვედი სახლში, არ ვიცი რამდენი ჯარიმა მომივა. რაც მოვედი, ხალხო ესე მკიდებს ხელს და მეფერება ბოლოს ჩაეძინა, მიჭერს ხელს და შუალედებში იღვიძებს, რომ დარწმუნდეს, რომ აქ ვარ, გამიცინებს და აგრძელებს ძილს. დილა მშვიდობის, რადგან გუშინ ქეთათო უჩემობით ასე ვანერვიულე, გადავწყვიტე, რომ დღეს მთლიანი დრო დაუთმო მას. შენ არ გადავარდე, სათამაშო წამოიღე შენსკენ. არც ვლოგს არ გადავიღებ, არა მგონი ახლა თქვენთვის საინტერესო იყოს. ქეთათ, დაჯექი კარგად. მე არ დაგეხმარები. მადლობა ყველას, ვინც გამომიწერეთ. თუ ჯერ არ გამოგიწერი ვარ, გთხოვ რომ გამომიწერო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით დროებით.